ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა ეს არის იმ მიმართულებების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც მსხვილი ესპანური კომპანიები საქართველოში ინტერესდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ესპანეთში ვიზიტისას მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ვერა კობალიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა ესპანეთის უმსხვილესი ბიზნეს კოალიციის, ესპანეთის ბიზნეს ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებთან. ქართველმა მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს ბიზნეს განვითარების შესაძლებლობებზე. თავის მხრივ ესპანელმა ბიზნესმენებმაც გამოხატეს კონკრეტული ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. შეხვედრაზე მოხერხდა შეთანხმება, რომ სხვადასხვა პროექტს დეტალურად უკვე საქართველოში ესპანელი ბიზნესმენების ჩამოსვლის შემდეგ განიხილავენ. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატა ესპანეთის ბიზნეს სექტორმა. ყველაზე მეტი შეკითხვა იყო დასმული ენერგოსექტორზე, ენერგოპროექტებში, განსაკუთრებით ჰიდროენერგოსადგურები აინტერესებთ და ტენდერებში მონაწილეობა. ასევე საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ტურიზმის სექტორმა. ძალიან დიდი დაინტერესება ამ პერიოდში ესპანური ბიზნესმენების მხრიდან, ასოციაციაში წარმოდგენილი იყო მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ მხრივ იყო დაინტერესება სწორედ იმ სექტორებში, რომელიც ჩამოთვალე და ვიმედოვნებთ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ გააქტიურება უფრო კიდევ იქნება. ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ქართულ მინისტრთან, რადგან ჩვენთვის თქვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტიციების თვალსაზრისით. ხედავთ, რომ საქართველოში არის კარგი სიტუაცია ამ კუთხით. თქვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ტურისტული და კულტურული პროექტების განვითარების კუთხით.